ამერიკის სახელმწიფო მდივანმა კუბის მოსახლეობას ესპანურ ენაზე მიმართა. მარკო რუბიომ ქვეყნის კომუნისტური ხელმძღვანელობა ყაჩაღობაში, კორუფციასა და ადგილობრივთა შევიწროებაში დადანაშაულა როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. მისივე თქმით, ვაშინგტონი კუბელებს სრულიად ახალ გზას სთავაზობს, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა აირჩიონ, ვინ იქნება ქვეყნის მმართველი და კენჭი უყარონ მათ შეცვლას, თუ სამუშაოს თუდად გაუმკლავდებიან. შეერთებული შტატები გთავაზობთ დახმარებას. არ რომ მხოლოდ შეამსუბუქოთ ამჟამინდელი კრიზისი, არამედ ააშენოთ უკეთესი მომავალი. მიზეზი, რის გამოც იძულებული ხართ დღე-ღამეში 22 საათი იარსებოთ დენის გარეშე, არ არის დაკავშირებული ამერიკის ნავთობლოკადასთან. დენის საწვავისა და საჭმლის არარსებობის რეალური მიზეზი არიან ისინი, ვინც თქვენს ქვეყანას აკონტროლებს და ვინც მილიარდობით დოლარი მოიპოვა. 30 წლის წინ რაულ კასტრომ დააფუძნა კომპანია გაესა, რომელიც შეარაღებული ძალების მიერ არის მართული და რომლის შემოსავალი თქვენს ამჟამინდელ სახელმწიფო ბიუჯეტს სამჯერ აღემატება. ვიდრე თქვენ დღეს იტანჯებით, ეს ბიზნესმენები 18 მილიარდი დოლარის ოდენობის აქტივებს ფლობენ და აკონტროლებენ კუბის ეკონომიკის 70%-ს. ისინი იღებენ სარგებელ სასტუმროებიდან, მშენებლობიდან, ბანკებიდან, მაღაზიებიდან და მათ შორის თქვენი ნათესავებისგანაც, რომლებიც ამერიკიდან გიგზავნიან ფულს. ამ ფულადი გადარიცხვებიდან ისინი პროცენტს იტოვებენ, მაგრამ კომპანიის სარგებლიდან თქვენამდე არაფერი მოდის. დღეს კუბაში მომგებიანი ბიზნესი ექნება მხოლოდ მას, ვინც დაკავშირებულია კომპანია გაესასთან, ან მისი ნაწილია. პრეზიდენტი ტრამპი გთავაზობთ ახალ გზას ამერიკასა და ახალ კუბას შორის. ახალ კუბას, სადაც თქვენ, როგორც ჩვეულებრივ კუბელს შეგეძლებათ, ფლობდებთ ავტოგასამართ სადგურს, ტანსაცმლის მაღაზიას ან რესტორანს. ახალ კუბას, სადაც შეიძლება ბანკის ან სამშენებლო კომპანიის გახსნა, სადაც მხოლოდ კომუნისტურ პარტიას კი არა, თქვენ შეგიძლია ტელევიზიის ან გაზეთის ფლობა, სადაც შეძლებთ სისტემის არასრულფასოვნებაზე ისაუბროთ და ამისთვის არ დაგაპატიმრებენ, სადაც გექნებათ რეალური შესაძლებლობა აირჩიოთ ვინ მართავს თქვენს ქვეყანას და ხმამისცეთ ცვლილებებს, თუ ვინმე ცუდად გაუმკლავდება სამუშაოს. თეთრი სახლის მოქმედება ადმინისტრაციამ არაერთხელ მკაფიოდ აღნიშნა, რომ მათი შემდგომი სამიზნე კუბა იქნებოდა, თუმცა ექსპერტების თქმით, სავარაუდოდ არა ირანის, არამედ ვენესუელის სცენარის შესაბამისად, რასაც ვაშინგტონის მხრიდან დიდი ძალისხმევა არ დასჭირდება.